მოგესალმები რადიოს მსმენელებს და ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენს კითხვებს ნატა საბანაძე საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ჩეთემ ჰაუსის უფროსმკვლევარი ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ნატალია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უნებრივია, პირველი ჩემი კითხვა იქნება თქვენი ცით პროტესტის მე-21 დღეა თბილისის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება, ამის პარალელურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს პროტესტი, ამასთან ემიგრანტების ნაწილის აქტიურობასაც ხედავთ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე იქნება ჩემი კითხვა, საქართველოში მიმდინარე პროცესი საქართველოს ფარგლებს გარეთ როგორ ჩანს და რა ეტაპს გადის დღეს ქვეყანა? მინდა აღვნიშნო მართლაც, რომ ძალიან ესეთი დიდი ჩართულობა საქართველოდან წამოსული ემიგრანტების ყოველ შემთხვევაში ევროპაში, რასაც მე ვხედავ, არის აშკარად მობილიზება და იმის სურვილი, რომ რაღაცნაირად გავლენა იქონიონ იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება. სხვათა შორის ის არჩევნები, რომელიც ამდენი ხარვეზით ჩატარდა საქართველოში, ასევე ძალიან დიდი ხარვეზებით ჩატარდა საზღვარგარეთ. მე ლონდონში ვიყავი და რეალურად 7 საათი მომიწია რიგში დგომა. ეს იყო, ასე ვთქვათ, აშკარა უფლების შელახვა ამომრჩევლის, ისე იყო ადმინისტრირებული არჩევნები საზღვარგარეთ, განსაკუთრებით იმ უბნებზე, სადაც ასეთ თუ ისე ნათელი იყო, რომ ქართული ოცნება წააგებდა. რაც შეეხება, ეს არის ასე ვთქვათ ემიგრაციის მხრიდან, ამან რა თქმა უნდა ძალიან ესეთი რეაქცია გამოიწვია, ფრუსტრაცია და თითქმის ყველა ძალიან ჩართულია და უყურებს და გულშემატკივრობს იმ პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიდის, გულშემატკივრობს ასე ვთქვათ დემოკრატიის აღდგენის პროცესს, რომლის რღვევაც ძალიან დიდი ტემპებით მიდის ქვეყანაში. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს 26 ოქტომბრამდე და დღეს უკვე ძალიან განსხვავებული ქვეყანა. აი ამ თვენახევრის 2 თვის განმავლობაში ოცნებამ ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რამაც ქვეყანა სერიოზულად უკან დახია, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ზოგადად დასავლეთში პირველ რიგში აკვირდებიან საქართველოს მოქალაქეების რეაქციას. მოპარული არჩევნები ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, ეს არ არის ასე ვთქვათ სამწუხაროდ გამონაკლისი. დემოკრატია სერიოზული წნეხის ქვეშ არის დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებშიც კი, ამიტომ ამ მხრივ ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, გარკვეულწილად არის, ასე ვთქვათ, ტრენდის ნაწილი და არა გამონაკლისი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებრიობა რეაგირებს იმ, ასე ვთქვათ, რეაქციის შესაბამისად, რომელიც ადგილზე აქვს მოსახლეობას. ამიტომ საქართველოს მოქალაქეების აი ეს ინტენსიური პროტესტი არის ის, რომელიც იწვევს შესაბამის პასუხსაც და რეაქციასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ამიტომ ეს არის გადამწყვეტი და ეს არის წამყვანი. ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება და რაც შეიძლება მოხდეს მომავალში, თუ მოხდა გარდატეხა რეალურად და გავარღვიეთ ეს წრე და დავაბრუნეთ ქვეყანა იმ განვითარების გზაზე, რომელიც არის რეალურად მოქალაქეების არჩევანი. ეს იქნება პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების დამსახურება. რეაქცია, ეს არის ასე ვთქვათ, ამ რეაქციაზე რეაქცია ის, რასაც დასავლეთი აკეთებს და ეს არის გადამწყვეტი. მე მგონი აქ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წამყვანი პოზიცია ამ პროცესში უკავია ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც დღეს ქუჩაში დგას. რეაქცია, რა თქმა უნდა, თანდათან იმ პროცესების შესაბამისად, რაც ქვეყანაში ხდება, უფრო და უფრო მძიმდება. მე ხავა ბრიტანეთში ვარ და ნახავდით პირველი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, იყო უორდროპის დიალოგის შეჩერება, ანუ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სისტემური ხასიათის ორმხრივი დიალოგი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. პირველი ეს შეწყდა
და დიდი ბრიტანეთი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კოორდინაციაში მიიღეს გადაწყვეტილება დაასანქცირონ მაღალჩინოსნები, რომლებიც სწორედ აი ამ ადამიანის უფლებების მაგნიცკის აქტის, ასე ვთქვათ, ქვეშ მოექცნენ. ეს არის ძალიან მძიმე სანქციები. ასევე დიდ ბრიტანეთში მიდის განხილვა იმედის გარშემო, იმიტომ რომ პარლამენტშიც იყო მოსმენა ამის შესახებ თემთა პალატაში, რადგანაც იმედის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მფლობელი კომპანია დარეგისტრირებულია და არის ბრიტანული და ეს კომპანია არის ახლა ზეწოლის ქვეშ გარკვეულწილად და ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ იმისთვის რომ სანქციებმა გამოიღონ შედეგი, ამისთვის ასე ვთქვათ სანქციების წრე უნდა გაფართოვდეს. ერთია ის ხალხი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული მოქალაქეების ცემაში, წამებაში და ართმევენ მათ უფლებას გამოხატონ თავიანთი პოზიცია მშვიდობიანად და ართმევენ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ მთავარ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არის შეკრების და პროტესტის გამოხატვის უფლება. და მეორეა ის პროპაგანდისტული არხები, რომლებიც რეალურად მხარს უწყობენ ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს ქვეყანაში და ჩამოშალოს, მთლიანად ჩამოშალოს დემოკრატიული სტრუქტურები და წამოიყვანოს, ასე გაამართლოს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან ჩამოშორება. ეს ახალი არ არის პროპაგანდისტული არხების მედია საშუალებების, ასე ვთქვათ, უფრო სწორედ რომ დავაზუსტოთ მედია საშუალებების დასანქცირება. რუსული მედია საშუალებების უმრავლესობა ევროპაში დასანქცირებულია, ამიტომ საინტერესო იქნება როგორ განვითარდება მოვლენები ამ კუთხით. შესაბამისად, ძალიან ძლიერი იყო რეაქცია გაზრდილი, ჩვენ შეიძლება მეცველით, მაგრამ აშკარად გაზრდილია რეაქცია ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირს ხელები შებოჭილი აქვს კონსენსუსის პრინციპით და იქ არის უნგრეთი, ასევე სლოვაკეთი უნგრეთის წახალისებით, რომელიც არღვევს ამ პრინციპს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზული სიგნალი იყო დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. და აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროკავშირსაც აქვს მაგნიცკის ტიპის მექანიზმი შემუშავებული ეს 19-20 წელში, მე მგონი თუ არ ვცდები 20 წელში შევიდა საბოლოოდ ძალაში, მას გლობალური ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი ქვია, ძალიან გავს მაგნიცკის აქტს, ამით არის ასე ვთქვათ შთაგონებული. სადაც ევროკავშირი აკვირდება მსოფლიოში ნებისმიერ ადგილას ადამიანის უფლებების დარღვევის მწვავე შემთხვევებს და მათ მიზანმიმართულად ასანქცირებს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მოხდეს ამ მექანიზმის ამუშავებაც. ასე რომ რეალურად პროცესი დაძრულია და ნელ-ნელა უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება, როგორც თქვი, იმის პარალელურად თუ როგორი იქნება რეაქცია საქართველოს მოქალაქეების და ასევე რა თქმა უნდა რა ნაბიჯებს გადადგავს ქართული ოცნება. ერთი დაზუსტება, მაგნიცკის მსგავსი სია არსებობს ბრძანეთ ევროკავშირში, შეგიძლიათ გითხრათ რა პრინციპით ხდება ამოქმედება, მასში მოხვედრა ასევე დაკავშირებულია ყველა ქვეყნის წევრის თანხმობასთან? მე რამდენადაც ვიცი, ყველა ქვეყნის თანხმობა საჭიროა, თუმცა დასაზუსტებელია ეგ მომენტი. ამოქმედება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე წევრი სახელმწიფო ან თუნდაც არაწევრი სახელმწიფო, მაგრამ რეკომენდაციით წარადგენს გარკვეული პირების სიას, ეს პერსონალურია ეს სანქციები, ეს არ არის ქვეყნის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ მიმართული ქვეყნის წინააღმდეგ პაკეტი, არამედ არის პერსონალური. უნდა იყოს კარგად დასაბუთებული, უნდა იყოს ძალიან ცალსახა
ასე ვთქვათ, მაჩვენებლები იმის, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში და შემდეგ გარკვეული პროცესების განხილვის შესაბამისად მოძიების, დასაბუთების მოძიების, არგუმენტების მოძიების შემდეგ ხდება ამ მექანიზმის ამოქმედება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დადგეს ეს საკითხიც. რაც შეეხება უშუალო დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვის გადაწყვეტილებას, აქ სხვადასხვა შეფასებები მოვისმინეთ, ალბათ ნონაძელია. თქვენი აზრი მაინტერესებს, ეს უფრო პოლიტიკური ჟესტი იყო, თუ მას თავისი სიმძიმე მაინც გააჩნია? ორივე ერთად ჩემი აზრით, ეს არის ძირითადად სიმბოლური პოლიტიკური ჟესტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის მძიმე ჟესტი განსაკუთრებით პარტნიორი ქვეყნის მიმართ. საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი. მე არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესონ სავიზო მიმოსვლა, მაშინ როდესაც მოსახლეობას ასეთი შეზღუდვა არ აქვს. ანუ ეს არის გზავნილი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და ეს მნიშვნელოვანია და მე ყოველთვის ამას ხაზს ვუსვავ. ერთი არის, რომ ევროკავშირი ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს თავის თავს თვლიან ხელისუფლებაში, მათ მიმართ ევროკავშირის პოზიცია არის ცალსახა, ევროკავშირის კარი მათთვის დახურულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შემოვლენ. ჩვეულებრივი პასპორტით შემოვლენ, მაგრამ ეს არის გზავნილი, ხო? ხელისუფლების სამსახურეობრივი პასპორტის მქონე ხალხისთვის, იმ ხალხისთვის და ასეთი ძალიან ბევრი, ანუ ეს არ არის ვიწრო წრეზე გათვლილი ზომა, არამედ საკმაოდ ფართო წრეზე გათვლილი ზომა. ყველა ის ხალხი, ვინც ეხმარება ამ ხელისუფლებას და არის ჩართული აი ამ მანქანაში, რომელიც რეალურად ქვეყნის დემოკრატიის მოშლის პროცესშია, მათთვის ევროკავშირის კარი დახურულია, მათთვის სპეციალური ზომები იქნება მისაღები, ვიზა, განხილვა და ასე შემდეგ. ანუ სიმბოლურია, მაგრამ გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილი ამის არის ის სწორედ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ღია, შენგენის ქვეყნების კარი ღია, მათზე ეს არ ვრცელდება, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ ხდება, იმიტომ რომ ევროკავშირს არანაირი სურვილი არ აქვს ეს დასაჯოს ის ხალხი, ვინც რეალურად იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. აი ეს განსხვავების შემოტანა საქართველოს მოქალაქეებს შორის, ისინი, ვინც ხელისუფლებას თან არიან დაკავშირებული და ისინი, ვინც არა, არის თავისთავად ასევე მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ერთ-ერთ განცხადებაზე, პრეზიდენტის განცხადებაზე მინდა დაგისვათ კითხვა, მე ციტირებას მოვახსენ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ რუსთაველზე შეწირებულ მოქალაქეებს მიმართა, მან თქვა, რომ რჩება ერთგული საქართველოს კონსტიტუციის, ქართული ჯარის და ქართველი ხალხის და მან ასევე აღნიშნა, რომ მე ვარ და ვიქნები უმაღლესი მთავარსარდალი და მე ვიქნებიო ყველას პრეზიდენტი. იცით რა მაინტერესებს? ანუ მსგავსი განცხადებები საერთაშორისო პარტნიორობისთვის რა გზავნილი არის და პრაქტიკაში როგორ შეიძლება ეს მოხდეს, როდესაც მის ვადა ეპყრება პრეზიდენტობის, მოხდა პარლამენტში მესმის თუ რა პირობებში და რა განწყობები იყო აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ საკანონმდებლო ასე ვთქვათ ცხოვრებას აგრძელებს ხელისუფლება და პარლამენტის მეშვეობით იქნა არჩეული პრეზიდენტი. აი მსგავს პროცესი როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის? ქალბატონი პრეზიდენტის ასეთი განცხადება, მისი მკაფიო და ცალსახა პოზიცია აყენებს საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან ასე ვთქვათ ნათელი არჩევანის წინაშე. ვის დაუჭერონ მხარი, ვის ესაუბრონ, იმიტომ რომ ერთის მხრივ იმაზე საუბარი, რომ აი ქართული ოცნება არ არის დღეს ლეგიტიმური ხელისუფლება, პარტნიორებს რა თქმა უნდა აქვთ იმის განცდა, რომ ვიღაცას ქვეყანაში უნდა ესაუბრონ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ მოხდეს ქვეყნის რეალურად მთლიანად იზოლაცია იმ ხალხის მიტოვებაც, რომელიც დღეს ქუჩაშია, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან არხები გახსნილია, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობის ანაბანა, ასე ვთქვათ, მოითხოვს იმას, რომ რაღაცა დონის წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ შესაბამისი დონის წარმომადგენლებს ქვეყანაში. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის დარჩენა როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის დარჩება მოსაუბრე მხარედ საქართველოს მხრიდან. პარტნიორებისთვის ეს მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება გუშინდელი ეყრდნობა და გარკვეულწილად გამაგრებულია იურიდიულად, პოლიტიკურად ეუთო ოდირის დასკვნებით. ზურაბიშვილის განცხადება ეყრდნობა იმას, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ის არჩევნების რაღაცა მასკარადი, რომელიც ჩაატარეს, ამას არანაირი ძალა არ აქვს. რეალურად ინსტიტუტი, რომელიც დარჩენილია ქვეყანაში და არის პირდაპირ არჩეული, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ მომენტს არალეგიტიმურობის ძალიან ბევრი ელოდებოდა ეუთო ოთირის დასკვნებს, განსაკუთრებით დასავლელი პარტნიორები, იმიტომ რომ ეს არის სადამკვირვებლო მისია, მას აქვს ჩაბარებული მანდატი, ეს არის ნდობით აღჭურვილი მისია, ამიტომ მათი დასკვნები იქნება დასაყრდენი, რაზეც ისინი თავიანთ შეფასებებს გააკეთებენ. ამ ანგარიში ბატონო თუმცა ხელისუფლება სხვაგვარად კითხულობს. კი, ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ხომ შეჩვეული ვართ იმას, რომ შავზე თეთრს და თეთრზე შავს ამბობს ძალიან დიდი ხანია, ხო? შევაჩერეთ ევროკავშირთან ურთიერთობები თქვენს და მე თქვენს ჩვენ ეს არ გვითქვია, გავაგრძელებთ. ამიტომ ამას რეალურად მნიშვნელობა არ აქვს. ვინც კითხვა იცის და წაუკითხავს ის ანგარიში, იქიდან შეუძლებელია გამოიტანო დასკვნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, შეუძლებელია გამოიტანო დასკვნა, რომ ეს არჩევნები ისე როგორც ისინი ჩატარდა, რეალურად ასახავენ ქვეყნის საქართველოს მოქალაქეების ნებას. მე არ ვამბობ, რომ იქ არ იყო არაფერი პოზიტიური, როგორც ყოველთვის, ეს არის საკმაოდ ობიექტური შეფასება, ეს არის გარდა იმისა, ყველაზე მძიმე შეფასება, რაც მე მახსენდება 2003 წლის შემდეგ, საქართველოს ჩატარებული არჩევნების მიმართ. იქ ნათქვამია ორი პოზიტიური მომენტი. ერთი არის ის, რომ კონკურენტუნარიანი იყო კონკურენციის პირობებში, პოლიტიკური კონკურენციის პირობებში ჩატარდა არჩევნები, რაც რეალურად ხელისუფლების დამსახურება არ არის, არის ოპოზიციის დამსახურება, მათ შექმნეს, შეძლეს ის, რომ რაღაც ნაწილად გაერთიანდნენ და ამომრჩეველს ასე ვთქვათ მისცეს შესაძლებლობა, რომ რამდენიმე პოლიტიკური ძალისგან გაეკეთებინათ არჩევანი. ეს არის ერთი და მეორე ის, რომ ეს იყო არჩევნების დღე, იყო შედარებით კარგად გამართული და ადმინისტრირებული, იმიტომ რომ იყო ძალადობის რაღაც მომენტები, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. ეს არის ორი შეფასება, რომელიც არის დადებითი. ყველაფერი დანარჩენი, როგორც წინა საარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე, ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდი არის ძალიან კრიტიკულად შეფასებული. ამიტომ ის ორი მომენტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად. შესაბამისად, ეს დასკვნა, ასევე დასკვნაში არასოდეს არ შედის პოლიტიკური შეფასება. ეს არის ძირითადად აღწერილობითი მისია, აღწერილობითი ანგარიში, ეს იყო ეუთო ოდირის მანდატი, შეფასების და დასკვნების გამოტანა არის უკვე პოლიტიკური პროცესი. ამიტომ ამის საფუძველზე პარტნიორებს მიეცებათ იმის საშუალება გამოიტანონ თავიანთი დასკვნები. როგორც ვთქვი, ძალიან რთულია ამ ანგარიშის საფუძველზე გამოხვიდე და თქვა, რომ ეს არჩევნები მართლაც ლეგიტიმურად ჩატარდა და ხელისუფლება არის ლეგიტიმური. უბრალოდ შეუძლებელია, ძალიან რთულია. შესაბამისი რეაგირებაც გავიგეთ სხვადასხვა წყაროებიდან. ამიტომ ეს ორი მომენტი, ეუთო ოდირის დასკვნა
და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ამ სიტუაციაში მე ვრჩები ლეგიტიმურ წარმომადგენლად საქართველოსი, ვისთანაც შეგიძლიათ ურთიერთობის გაგრძელება, საუბარი, მოლაპარაკება, არის ასე ვთქვათ, საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც თავიდან აღნიშნე, დასავლეთს ჩვენს პარტნიორებს ნებისმიერს ყველა სჭირდება მომლაპარაკებელი მხარე ქვეყანაში, ვისთანაც ისინი ისაუბრებენ. კი ბატონო, დაზუსტება. ამ ლოგიკას რომ გავუყურებ, ბატონო ნატალია, გამოდის რომ 30 დეკემბერსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ კომუნიკაციას როგორც პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. მე ასეთი მოლოდინი მაქვს, ძალიან რთული იქნება აი ამ ყველაფრის ფონზე, ამ ანგარიშის შემდეგ, აი ამ ერთპარტიული ერთკანდიდატიანი, ასე ვთქვათ, არჩევნების იმიტაციის ფონზე, იმიტომ რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი კი არ ჩაატარა, მან ჩაატარა არჩევნების იმიტაცია. და ამით იმიტაციის ფონზე შედეგად დანიშნული პრეზიდენტი მას ვერ ექნება ის ლეგიტიმაცია, რომელიც აქვს პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს მოსახლეობის მიერ და ასეთად რჩება სალომე ზურაბიშვილი. ჩემი ვარაუდი, არა არის ხა სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად მიუდგებიან, რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, რომლებიც შესაბამისად თავისი სტანდარტებიდან გამომდინარე, საქართველოს და ქართულ ოცნებას ვერ დაუწყებენ ჯგუის სწავლებას, იმიტომ რომ ალბათ იქ კიდევ უარესი მდგომარეობაა, ხო, არ ველოდებით ჩრდილოეთ კორეა რომ სალომე ზურაბიშვილს დავჭერს მხარს, მაგრამ დემოკრატიული დასავლელი პარტნიორებისგან ველოდებით. კი ბატონო, მე ეუთო ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ციტირებას მოვახდენ მამუკა მდინარაძემ გააკეთა დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება. ჩვენ ეუთო ოდირის უფრო მძიმე დასკვნას ვინახავთ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა. ოპოზიცია ამ ანგარიშს ვერანაირი სპეკულაციისთვის ვერ გამოიყენებს, ესეთია მათი შეფასებები. ჩვენი სასაუბროდ რო იწურება, მე ბოლო კითხვას დაგისვა ამ თქვენ, იცით რა მაინტერესებს, ანუ ჩვენ უკვე 26 დღეა სამ პროცესს ვადევნებთ თვალყურს და ეს არის საპროტესტო პროცესი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, როგორც აღნიშნე, საუბრის დასაწყისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს და საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებშიც ასევე მიმდინარეობს ეს პროცესი. ამის პარალელურად მიმდინარეობს ხელისუფლების პროცესი, ანუ ხელისუფლებაში პროცესი, მხედველობაში მაქვს საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს, იღებენ სხვადასხვა ტიპის კანონებს, არ მაქვს და არ ვეხები დეტალებს თუ რა ტიპის კანონია ეს, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს. ამის პარალელურად მესამე პროცესი არის, ბატონო ნატალია, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გარკვეულწილად გადადგმული ნაბიჯები. მთელი ამ 26 დღის განმავლობაში სამივე პროცესი ბრჭყალეთში თანაცხოვრობს. გითხარით, სად არის ის ზღვარი, სად არის ის ხაზი, სადაც რომელიმე პროცესი შეიძლება შეჩერდეს და გარდამტეხი იყოს რომელიღაცა პროცესისთვის. დავიწყებ მოკლედ მდინარაძის კომენტარზე. საერთოდ ქართულ ხა აქ კომენტარი მე მგონი ზედმეტია, მაგრამ უბრალოდ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ქართული ოცნების იერარქიის წარმომადგენლები კობახიძე იქნება მდინარაძე თუ რაღაცა საუბრობენ ცივი ომის პროპაგანდის ენით. არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, ხო, საბჭოთა კავშირის ეს ხაზი, რომ ჩვენთან ყველაფერი ბევრად უკეთ არის, აბა შეხედათ იქ როგორ აარბევენ მიტინგებს, იქ როგორ ცუდად ექცევიან შავკანიანებს, ჩვენ ყველაფერში ვუსწრებთ, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. არჩევნების აი მაკრონის კრიტიკაზე ყვითელი ჟილეტები გაახსენდათ.
დღეს ამერიკის არჩევნები გაახსენდათ. ზუსტად ასე იქცევა ლუკაშენკო სხვათა შორის, როდესაც მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს აკრიტიკებდნენ 20 წელში, პატარა ბუკლეტი გამოუშვა, სადაც წერია იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ევროპულ და აი ესეთ დონეზე ჩამოვედით, ძალიან სწრაფად და ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი, ამის სერიოზული კომენტირება არ არის საჭირო, მაგრამ ასეთი სახით საქართველოს რო დაუბრუნდა საბჭოთა ცივი ომის ნარატივს დასავლეთის მიმართ ძალიან თვალშისაცემია ეს ჩემთვის. ეს ერთი. მეორე გამოსავალი ეს სამი პარალელური პროცესი და სადამდე მივალთ. მე ვხედავ ასეთ განვითარების ასეთ გზას არ ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ მე ველი რომ თვის ბოლოდან როგორც შიდა წნეხი, ანუ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, ასევე გარედან წნეხი ქართულ ოცნებაზე, აი ამ სწორედ ეუთო ოდირის ანგარიშის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. ქართულ ოცნებას ლავირების სივრცე თანდათან უფრო და უფრო ეზღუდება. ეხლა ჯერჯერობით ის ძალიან მყარად დგას თავის პოზიციაზე და არანაირ დათმობაზე არ მიდის, არ იცვლის პოზიციას და ამბობს, რომ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს. მაგრამ რეალურად ამით თავი შეყავს ჩიხში, იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ხალხი ქუჩიდან სახლში არ შედის, საერთაშორისო რეაქცია მწვავდება და ამის ფონზე ქართული ოცნების CGUT ასევე მისი პოზიციის რადიკალიზაციაზე საუბრობს. შესაბამისად, ჩიხიდან გამოსვლის გზები სულ უფრო და უფრო იზღუდება. ქართული ოცნებისთვისვე. და მან უნდა დაიწყოს უკვე ფიქრი, რომ შეიძლება ძალიან სერიოზულ ჩიხში მოექცეს. ამ თქვენ ახსენეთ რამდენიმე პროცესი, მაგრამ ქვეყნის შიგნით ასევე მიდის ძალიან სერიოზული ეკონომიკური სტაგნაცია. თუ ქართულ ოცნებას მისივე მხარდამჭერი ბიზნესიც, რომელიც ყოველთვის შეიძლება ითქვას სტატუს კვოს მომხრეა, რომელსაც სულაც არ უნდა რაღაც კოალიცია ვერ გაიგებ, რამდენად სტაბილური იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ ხედავს მიიღო უარესი და ხედავს, რომ სერიოზული ზარალის რისკის წინაშეა, ეს იქნება ძალიან დიდი ფაქტორი ასევე, რომელიც იმოქმედებს და უკიდევ უფრო შეიყვანს ქართულ ოცნებას ჩიხში. ამიტომ გამოსავალი ეხლავე უნდა მოიძებნოს ზურაბიშვილმა, შესთავაზა გამოსავალი, უთხრა მობრძანდით დავილაპარაკოთ და ვიპოვოთ გზა იმისთვის, რომ კრიზისი დავძლიოთ. ჩემი აზრით, ამის იქით სხვა გზა არ არის. ერთადერთი ეხლა თუ მართლა ბელორუსს მოაწყობენ საქართველოში, ეს არის მეორე ვარიანტი, მაგრამ მე ეჭვმეპარება, რომ ამის რესურსი ქონდათ. კი ბატონო, და სულ ერთი წინადადებით რომ მითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აუცილებლად მინდა გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. არაერთი განცხადება გაკეთდა და თქვენც მოისმენდით იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ მოლოდინი აქვს ირაკლი კობახიძეს პრაქტიკულად ყველა ჯერზე ბრიფინგზე აკეთებს განცხადებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შედეგად მოხდება გარდატეხა ურთიერთობების, გადაწყვეტა ურთიერთობების და მოლოდინი აქვს ძალიან ესეთი პოზიტიური. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რა შეყრდნობა ეს მოლოდინები ხელისუფლების? მეც ეგ კითხვა მაქვს, რას ეყრდნობა ეს მოლოდინები? რაღაც კავშირები აქვთ, გზავნილი აქვთ ტრამპისგან და მისი ახლო წრისგან და არ გვეუბნებიან, გვიმალავენ. ამისი მე არ მჯერა, იმიტომ რომ რამე რო ქონდეთ აუცილებლად ამას გაასაჯაროებდნენ. ჩემი აზრით, ერთადერთი არხი აქვთ მათ ტრამპთან და ახალ ადმინისტრაციასთან, ეს არის ვიქტორ ორბანი.
და მეტი სხვა არაფერი. ეს ერთი. ეხლა მეორე, რა თქმა უნდა, ეს 20 იანვარს ასე საოცრება არ მოხდება. ტრამპს ძალიან ბევრი ელოდება, მისი დღის წესრიგი იქნება საოცრად გადატვირთული. ასე რომ იმის მოლოდინი, რომ საქართველოს და ქართული ოცნება და ივანიშვილი მოხდება მის მაგიდაზე პირველივე დღიდან, ამის შანსი ძალიან დაბალია. ყველაფერს რო თავი დავანებოთ სხვა კრიზისების ფონზე, აქ რაც ხდება, ეს შედარებით მისთვის ნაკლებად სადარდებელი სიტუაცია. ამიტომ საქართველოს დოსიე სავარაუდოდ იქნება შუარგოლის პროფესიონალის ხელში, რომელიც აუცილებლად გააგრძელებს ჩემი აზრით იმ პოლიტიკას, რომელიც აქამდე ტარდებოდა. მეორე მომენტი არის ის, რომ კონგრესში რეალურად რესპუბლიკელები ლიდერობენ და სწორედ რესპუბლიკელები აწვევიან ქართული ოცნების წინააღმდეგ ბევრად უფრო ხისტი ზომების მიღებას, მეგობარის აქტის მიღებას და ასე შემდეგ. ესეც ფაქტია, მაგრამ ეგეც რომ არ იყოს, არის აშკარად ორპარტიული კონსენსუსი საქართველოს თემის გარშემო. ტრამპი ასე კონგრესის პოზიციას და თავისი თანაპარტიელების პოზიციასაც ადვილად უგულვაყოფას ვერ შეძლებს. და ეხლა იმაზე მე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, ზუსტად რისი იმედი აქვთ და რა უნდა ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ თუ გათვლა იმაზეა, რომ ტრამპი არის ასე ვთქვათ ტრანზაქციონალური პოლიტიკის მომხრე და არაღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, ეს საქართველოს ხელისუფლებას წესით არ უნდა უხაროდეს, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ ტრამპი საქართველოს ძალიან მარტივად, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რაღაცა გარიგების შედეგად დათმობს. და მას ეს რაღაც ღირებულებებზე დამყარებული მუხრუჭები არ აქვს. ამიტომ რეალურად პირიქით უნდა ნერვიულობდნენ, თუ საქართველოს ინტერესები ამოძრავებთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. ალბათ პირველ რიგში ელოდება მათი მხრიდან აღიარებას და deep state-ის დამარცხებას ტრამპის მხრიდან, მოიხსნებით აღნიშნულზე განცხადება. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის.